ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ეს გაკეთებული კერძი იმდენად დიდი რაოდენობით არის, როგორც შენ ახსენე უკვე, რომ რჩება, მე მაცივარში დებენ, მე კიდე რა იცი, ხვალ ვინ მოვა, ზეგ ვინ მოვა, იმათაც უნდა გაუმასპინძლდეთ, ასე შემდეგ და შეიძლება კვირების განმავლობაში ეს გაკეთებული კერძი სახლში იყოს, ხო? ამ შემთხვევაში სწორი პრაქტიკები საკვების შენახვისთვის ზოგი მათ შორის ინახავს შობას ხსნილია, ხო? მოგეხსენებათ ქრისტეშობის მარხვა მთავრდება 6 იანვარს, 7-ში უკვე ხსნილია, ზოგი შობამდეც კი ინახავს, თუ ახლიდან არ აკეთებენ ამ საკვებს, იმდენი არის დაგროვილი და მერე უკვე ეს დამარხულები ხალხი ამ კერძებს მიირთმევს, ხო? აი შენახვის სწორი ფორმები რა არის ამ საახალწლო კერძებს, ზოგადად, ხო? კერძების და საახალწლოს მათ შორის. პირველად დავიწყებ მაგიდიდან. მაგიდაზე რამდენი ხანი თავს საკვები. ხო. რისკ ჯგუფები ყავს, ვისთანაც უფრო მეტად უნდა გავითვალისწინოთ ეს უსაფრთხოების წესები, ორსულები, ბავშვები, ადამიანები, ვინც იმუნიტეტის დამოქვეითებელ მედიკამენტს ან მკურნალობას გადიან, ესენი არიან ძირითადი რისკ ჯგუფები, ვისთანაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვების უსაფრთხოებას. მაგიდაზე მაგალითად 2 საათზე მეტ ხანს თუ დევს საკვები, ის ასეთი ადამიანებისთვის განსაკუთრებით უკვე ითვლება საკვებად, რომელიც აღარ უნდა მიირთვან. ამიტომ ჯობია რომ მალე შევინახოთ საკვები მაცივარში, თუ გვინდა რომ მეორე, მესამე დღეს გამოვიყენოთ. გააჩნია საკვების ტიპს, მაგრამ მაცივარში ხელმეორედ გამოსაყენებლად განსაკუთრებით ასეთი რისკ ჯგუფი პაციენტებისთვის 48 საათია, მაქსიმум 24-48 საათი შეიძლება შევინახოთ და გამოვიყენოთ 72 საათით. მეტი შეიძლება გარკვეული საკვები პროდუქტები, მაგრამ საშუალოდ ამდენი. რაც შეეხება 7 რიცხვისთვის საკვების შენახვას, შეგვიძლია თავისუფლად გავყინოთ, ანუ მოვამზადოთ და გავყინოთ, კი, რომელსაც აუცილებლად მაცივარში გავალღობთ და არა გარეთ, ხშირად გარეთ ალღობენ ხოლმე საკვებს, რაც რისკებს უზრდის, რა თქმა უნდა, თუ თუნდაც პირდაპირ მიირთმევა ესეთი საკვები, მაცივარში უნდა გავალღოთ, ან თუ ისეთ საკვებია, რომელსაც შეგვიძლია რომ გავალღოთ ტექნოლოგიების მეშვეობით, ის ტექნოლოგიაც ისეთი უნდა იყოს, რომელიც მორგებულია გალღობაზე. ანუ გალღობის ფუნქცია, მაგალითად, რომელსაც გამოვიყენებთ. და ისიც ჩვეულებრივ, როგორც ახალი მომზადებული საჭმელი, ისე უნდა მივხედოთ, ანუ დაახლოებით 2 საათზე მეტ ხანს არ გავაჩეროთ გარეთ და მაცივარშიც დაახლოებით ასე საშუალოდ 48-72 საათი გააჩნია საკვებს.